ამის გასეირნება გვაქვს მე და გაბრიელს, მაგრამ არ ვიცით სად. რატო? საწევიდი ვიდეო. ბილიკზე. ბილიკანცოზე? გამოცხრამ. დიახ. რამით გავსკდეთ ძმა? აუცილებლად ვწვევით. რა გავსკდეთ? რა გავსკდეთ? ვიცი გავსკდეთ. ბიგ ბობით გავსკდეთ. არა, ბიგ ბობი. ბიგ ბობი. მარილიანია, ხმელი არ ამბობს, მარილიანია. ხა მარილზე ვიждები. აა მეცი ამდა. შუ. შუ იცი რა არის შუ? ეგეთი გამაგარი ნამწვარია კრემით არის გაძეთებით. ხო, ის დახოვილია. თოთულო დო. რა თოვლია. ხოდა თოვლია თუ მართლა მტვერია რა უბედურება. სადა აბა. ბიჭო მართლა მე მგონი მტვერია. წამოდი. მოგლეს მეგობრებო, გაბრიელი იყო დაახლოებით 6 წლის ჯიგარი აიაქსს რეალებდა. 6 წლის ყავი? ხო და აიაქსს რეალებდა თავის მეგობართან ერთად. ამას ესეთი ზურგი ჰქონდა. ახლა როგორც არა აქვს ზურგი. ხო, ესეთი ზურგი ჰქონდა და ხელი კრეეს ჯიგარს. გადმოვარდა ჯიგარი და ეცა აქანა სადღაც, გაადინა ყაპანი და ცირედი ტუნის შერყევა ჰქონდა. შემდგომას ამისა ამ ფაქტიდან მალევე მოხდა ასეთი რამე. აი აქ ვარჯიშობდა პიპი ჯიგარი ტრენაჟორცულებზე და აი ამ სკამზე დადო ტელეფონი. აი ამაზე. აქა? ეს შენ მოყევდა. კარგი, ესე იგი მე ბავშვი გავიცნე და იქით გაიცანი? გავიცანი დიახ და იქით წავედი თუ გევარიშად რაღაც ხო და მოვჩით ვარჯიშს ჩემ მეგობარი რომ მოვჩა ვარჯიშს და მე წამოვიდით უკან რომ მენახა ხო არც ჩანთა არ იყო და არც ტელეფონი არ იყო მოგპარეს? ხო მარტო ანუ კურტკაც იყო ჯამს მარტო კურტკა იყო დაჩენილი აქცა წლეს ზუსტად იცი რა ხო ზუსტად მახსოვს ყველაფერი აუმარჯოს აი ესე ვერაგულად მოპარეს მისტერ გაბრიელს თავის პირველი Samsung-ი რა იყო? A04. წავედით set story. ევასება ხო რაღაც საწვალებელს რო იჩითა. აი რატო ირთულებს ცხოვრებას? არცი. იმან დავჩავდი. სადი მიდის
წადი, ნერვებს მიშლი მთელი დღეა, წადი რა, გასიკუდი. ჩაგატ. აი, არ გამოუგო, ხა ყველა არ აიწი. ყველა არ აიწიო, ახლა გთხოვ. ესა ეს ვუდუს ფილისმანია. ახალი წელი რო ალბათ იმით ჩამოკიდეს. ვაი შენი. აუ რა, რატო შევეხი საერთოდ რა ეს აიგრე ირთულებს ცხოვრებას, აიგეთი აბდაუბდა ხარ, აი ირთულებ ყველაფერს, არაფერისგან იქნი პრობლემებს და ზედმეტ სამოძრაო, ზედმეტ სახალხო, როგორ ნერვებს მიშლი რა იმენა ბიჭო. იმენა ჩემ ნერვების საჭმელად არის შექმნილი. მე მეგონა გამოუგნებდა ერთი ვას აიწეოდა და წავიდა. სიყვილა ხაჭან ბიჭო. Ладно. Это ладно. Как это боя? Как я? Ли? Как мanja, ба? Это бед, да. Ой, тут качурами уже, да. Пока ты вахат, да. مختلية هذه لا تكاليف ისე ამ ხალხს იუმორის გზნობას რაღაცას დაკარგული აქვს არა? რასაც ვამბობთ ხუმრობით განა იჯერებით ან რო იბოღმებიან პახოვდო ჩვენ რაღაცას გავხუმრობ და ესე მე განა და ჯერად აი ამ წარწერას ეხება ეს ერთ ვიდეოში თქვი რომ გაბრიელმა დახატა მეთქიდან იმიტომ თქვი რომ არასდროს არ აუღია ხელში არაფერი და არ დაუხატავ და ამას გავეღადო ზოგადად ამას ვეღადავები ხოლმე რა ვარძი შადრევანი გაბრიელმა გააკეთა და ეს სკორი გაბრიელმა მოაწყო და ესეთ რაღაცებს ჩიტო მართალია ის ესეთ რაღაცებს ჩიტო ხუმე და იმ ნახაზეც ესე ვთქვი გაბრიელმა დახატა მეთქი და მოვიდნენ ამას რაღაც ბავშვები და ego ჩემად მაგათმა დახატაო და ეწყინაო მასე რო თქვითო და აი ყო ბიჭო ხუმრობთ მეთქი ჩვენს თუ რაღაცებს ვღადაობთ და ეგეთ რამეების არ უნდა დაიჯეროთ მეთქი ხუმრობაა მეთქი დაბრეს 1000 რამეს ვღადაობდი მეთქი ხან ისა ხან ფენავი კალათბურთელია და ხან რა ვიცი აბა რა ვარ მე ყველაფერი მენა ყველაფერში კაი ვარ ხო და აუ ჩემ მეგობარსო ეწყინისაო არ სიამოვნაო და არ სიამოვნა და ონკაში იმდენი ცხელი ცივი წყალი მოდის ცხელია შუაშია არ შეიძლება მეგობრებო არ შეიძლება ცოტა იუმორით აგებდით ჩახუტებით უთეთ პატივისცემით ჩვენ რაღაცებს ხუმრობთ და შეროდ გახარდა მან წყინს და იგრუზები და აუ ეს როგორ თქვესო არ უნდა დაიჭეროთ ყველაფერი ხუმრობა უნდა ხუმრობათ არიქვა რა Give me your Marathi and I want to buy something. Ara. 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 Aba. Ab çukin zoguli tsaba. Aha. Abana. და აგა ხაშენი ერთგვარი ის იქნება. ნუ ყვარა მოთამაშე, მაგრამ როგორც მეკარესაც გამოგადგება ყვარას მადლები. ყვარას წარმატება დაიხვა. შემთხვევით არაფერი არ ხდება სამყაროში. ყველაფერი რაღაცას ემსახურება. არც აქ არ მოსულა შემთხვევით. რაღაცას ნიშნავს. რა თქმა უნდა. შინდელ თამაში რო გაბრიელმა ფეხი გადაიბრუნა. საკმაოდ კოჭლობს ჯიგარი და დღეს სკოლაშიც ვერ წავიდა, იმიტომ რომ დილით მუხლი მართლა ძალიან სტკივდა. სულ მაგას ვეუბნები, არ გინდა ეს თავგანწირული რაღაცეები, მაგრამ არ მიჯერებს ბიჭო რაღაცა. უნდა გაუფრთხილეთ, ვინც პროფესიონალურად ფიქრობთ თქვენს კარიერაზე, თქვენს სპორტულ ცხოვრებაზე, თქვენ თავს უნდა გაუფრთხილეთ. ქუჩის ფეხბურთის დროს თავდადება და თავის შეკულა საერთოდ არ არის საჭირო დამჯერეთ.
საერთოდ. რაღაცა ისე დაიზიანებთ, რომ საერთოდ ვეღარ შეძლებს თამაშის გაგრძელებას. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.